აი თითქმის ბავშვობიდან მთელი ცხოვრება ამ ფონზე მიდის, რა თქმა უნდა და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტს და ნაწილს შეადგენდა ჩემი ქვეყნის ცხოვრების და ამასთან ერთად რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრებისაც და ეს ძალიან თავისთავად ტრაგიკული მომენტია, რასაკვირველია და ყველას სამძიმრებისთვისაც ეს ასელი არის როგორც ჩვენ დღეს ადამიანებისთვის. ჩვენ დღეს ბევრს ვსაუბრობთ ილია მეორეს განვლილ 50 წელზე და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის პერიოდიც მისი პატრიარქობის ეპოქას ემთხვევა. კაპიტან თამარ, არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტები, როცა პატრიარქი ილიას სიტყვა არ ყოფილიყოს გადამწყვეტი. აი თქვენ გისმენთ, გიყურებთ და მახსენდება 9 აპრილის ღამე. თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ მისი მოსვლა რუსთაველს. ისეთ ცუდი ის იყო სმენადობა, რა მითხარით, რა გახსენდებათ? 9 აპრილის ღამე, როცა ის მოვიდა მომიტინგეებთან და გთხოვათ რომ საშიშროება რეალურია, ტანკები დაიძრა და ძალიან ფრთხილი რეკომენდაციით გითხრათ რომ იქნებ დავიშალოთ და იქ იყო პასუხი არა ფიცი გვაქვს ნათქვამი დანარჩენს თქვენ უკეთ გაიხსენებთ თუ შეგიძლიათ რომ გავიხსენოთ როგორ გედგათ ის გვერდით მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. იცით, ეს ძალიან დრამატული მომენტი იყო, რაც თქვენ ახსენეთ, მაგრამ საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ აი ეროვნულ მოძრაობასთან შეიძლება ითქვას, ახლა პირდაპირ ხო არ იქნებოდა ის თქვათ ჩვენი წევრი თუ უშუალოდ მონაწილე, მაგრამ ძალიან მჭიდროდ იყო ეროვნული მოძრაობა დაკავშირებული აი ჩვენს რელიგიურ გრძნობასთან, განსაკუთრებით სიონთან. მისი აღსაყდრებაც რამდენადაც ვიცი, სწორედ თქვენი დიდი დახმარებით და მხარდამჭერით მოხდა. არა, გვიხაროდა რა თქმა უნდა, ახლა ეს მაინც დიდი როლი შეიძლება ჩვენ აქ დიდი არ ქონდა. უფრო კი ეროვნულ მოძრაობას კი ქონდა ნამდვილად როლი, აი უფრო წინა თაობას, გულისხმობ ზვიად და მერაბს კი ბატონო. და ზვიად გამსახურდიას იმ გაგებით რომ მართალია იქ მეორე წინამდებობა იყო მათ შორის და დაშორდნენ ერთმანეთს და მაგრამ ფაქტი ერთია რომ თავისთავად აი ფონი შეიქმნა ისეთი, მათ ხო იყო გამოცემები, თვითგამოცემის ჟურნალები მათი. ჩვენ ჯერ მაშინ პატარები ვიყავით, კი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს თვითგამოცემის ჟურნალები მათი იყო, ხო და ამ ჟურნალებში ბევრი მასალა იწერებოდა ეკლესიის შესახებ, მაშინდელი ძალიან სავალალო მდგომარეობაში, შესუსტებულ მდგომარეობაში მყოფი ეკლესიის შესახებ. და იქ იყვნენ მთელი რიგი ისეთი ოდიოზური სხვადასხვა ფიგურები და რომლებიც რასაკვირველია ეკლესიის მდგომარეობას რბილად რო ვთქვათ არ ეხმარებოდა ეს ყველაფერი. და ამაზე ბევრი მასალა იწერებოდა აი თვითგამოცემის ჟურნალებში. და დიდი ბრძოლები მიდიოდა, თქვათ, ეკლესიის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. და ამან ყველაფერმა ობიექტურად გამოიწვია ეს მისი აღსაყდრების შემდეგ, ბატონ თამარ? მისი პატრიარქობის შემდეგ, მისი აღსაყდრების შემდეგ. არა. მე ვგულისხმობ ჯერ აღსაყდრებამდე პერიოდს. კი, ის დაპირისპირება უფრო მერე იყო და შეიძლება მანამდეც, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ, რომ ობიექტურად ამ ბრძოლებმა ეკლესიაში არსებული ცუდი მოვლენების წინააღმდეგ გამოიწვია იმ ფონის შექმნას, რომ კომუნისტები, მე ესე ვფიქრობ, რომ ეს დაუშვეს, აი ამ ფონზე დაუშვეს, ეს ბრძოლა რო არ ყოფილიყო, გაცილებით უფრო მოძებნიდან უფრო სრულიად არაფრის მთქმელ რაღაც კადრს და პირიქით რეაქციულ კადრს და იძულებული გახდნენ, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო კომპრომისული, როგორ გითხრათ, უფრო მშვიდი და ნაკლებად ეგონათ, რომ მისგან რაღაცა დიდი წინააღმდეგობას შეხვდებოდნენ თუ რაღაც და ყოველ შემთხვევაში რაიმე ისეთი მოხდებოდა, რაც მათ არ უნდათ. ახლა ეს ისეთი წლებია თან რომ შედარებით, მე გულისხმობ, მაინც შედარებით შერბილებულია, ახლა ეს ხო არ არის 37 წლები და არის ის წლები, როცა იმასთან შედარებით, რაც ზოგადად კომუნისტური რეჟიმი ქვია, ის შედარებით უფრო მეტი საშუალება იყო ამ დროს.
და ვფიქრობ, რომ აი ამ თვითგამოცემის მასალების გავრცელებით, საკმაოდ ხმაურიანი სკანდალებით, რომელიც მოყვებოდა შიგაბრძოლებს და ეკლესიის დაცვისთვის გარკვეულ გადადგმულ ნაბიჯებს, ამან შექმნა პირობა, რომ გარკვეულ კომპრომისზე წასულიყო ხელისუფლება. მე ესე ვფიქრობ. და ამიტომ შესაძლებელი გახდა ესეთი გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ დაშვება მათი მხრიდან, რომ ესეთი ფიგურა ყოფილიყო დაშვებული, თორე ახლა მე იმის ილუზია არ მაქვს, რომ ახლა კომუნისტებს რომ არ დაეშვათ, ეს შესაძლებელი იქნებოდა მაშინ მისი გაპატრიარქება. მაგრამ ჩვენ ყველანი, აი ჩვენ მეგობრები, ჩვენი თაობის ხალხი, მაშინ ჯერ სტუდენტები ვიყავით, ზოგი და ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდები, ჩვენ ყველანი, ხო, სტუდენტები, ყველანი გრძნობდით რაღაც ძალიან იმედის მომცემი და რაღაცა თავისუფალი იბადებოდა და რაღაცა კარგი ხდებოდა. იმიტომ რომ ჩვენი ეს ეროვნული მოძრაობა მე მოხდა, მაგრამ აი ამას გრძნობდით, რომ ძალიან დადებითი ცვლილება უნდა მომხდარიყო ეკლესიაში და სამართლაც მე მახსოვს ეს 1977 წლის 25 დეკემბერი, აი ესეთი აღმაფრთოვანებელი ძალიან შთამაგონებელი დღე იყო ჩვენც იქ ვიყავით, რა თქმა უნდა. და ველოდით დიდი იმედები გქონდა. როგორ რამდენად დიდი როლი შეასრულა მე უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში პატრიარქის როლმა ეკლესიამ. მე წეგანაც შესავალ სიტყვაში აღვნიშნა, რომ სულ 50-მდე მოქმედი ტაძარი იყო ქვეყანაში. რამდენად არის მართლმადიდებლობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი. მე ამ დღეებში ბევრ არქივს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ პატრიარქი იყო სწორედ ერთ-ერთი, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომ დროშა შეცვლილიყო და სამფეროვანი დროშის ნაცვლად სწორედ ხუთჯვრიანი დროშა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა. აი, ვხედავდით, რომ სხვადასხვა პერიოდში პოლიტიკურ ლიდერებს ის ედგა გვერდით, თუმცა ძალიან ხშირად ყოფილა სურვილი, რომ გაცილებით უფრო მკვეთრი ყოფილიყო მისი პოზიცია მაგალითად. კი, ეგეთი სურვილი იყო ხოლმე, რა თქმა უნდა, აი მეც კი მქონია, ვთქვათ, ჯერ კიდე ბავშვი ვიყავი მაშინ. რაღაც გარკვეული შეკამათება, რაღაც ავღანეთის საკითხზე, რაღაცებზე, მაგრამ და ისიც კიდე, სხვა დაპირისპირებებიც, სხვებთან უფრო სხვა ტიპის დაპირისპირებები, ჩვენ შორის დაპირისპირება არ იყო, ამას დაპირისპირებას ვერ უწოდებ, მაგრამ რაღაცა შეკამათება და რაღაც ასეთი რამ ყოფილა მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი, მაგრამ იმის უარყოფა, ვისგანაც არ უნდა იყოს, რომ ამ კაცს აქვს უზარმაზარი როლი შესრულებული. ერთი აბსოლუტურად დიდი ცვლილება მოხდა ეკლესიაში. ეს იყო რაღაცა ძალიან დასუსტებული, სადაც იშვიათად შედიოდნენ ადამიანები, ფაქტურად რაღაც რამდენიმე ხანში შესული უფრო რუსის მოხუცები თუ შევიდოდნენ 1-2 ცალი და აი ასეთ დონეზე იყო ეკლესია და მის დროს მოხდა თანდათანობით, რაც საკურველია, ეს ერთბაშად ვერ მოხდებოდა, მაგრამ საკმაოდ სწრაფი ტემპით მოხდა გამრავლება, გახსნა ეკლესიების და მონასტრების, თვითონ ხალხში მოხდა აღმავლობა ზოგადად რელიგიურ და გაივსო ეკლესიები ხალხით, აღდგომაზე საოცარი განწყობა იყო, აი საოცარი განწყობა იყო. იმის მერე შეიძლება ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ მე პირადად ეგეთი საზეიმო განწყობა, როგორც აი იმ წლებში იყო ეკლესიაში, არ მიგძვნია. ნამდვილად დიდი როლი შეასრულა ამ ადამიანმა და მე ვთქვათ 1000 რაღაცებს, მე უკვე დაიწყო თავისებურად, რა თქმა უნდა, დროს თავისი ადაპტაცია აქვს. მე უკვე შემდეგ პერიოდში, მაგ დროსაც ბევრი სიძნელე იყო, რასაკვირველია, მაგრამ დამოუკიდებლობის ხანაშიც კი ძალიან დიდი ბრძოლა გამოუცხადეს პატრიარქს სხვადასხვა მხრიდან. როგორც ათეისტების მხრიდან, ასევე შიგა თვითონ ეკლესიაში ზოგი ეკლესიის სახელით უცხადებდა ბრძოლას და ასე შემდეგ. და მე კვლავ ვიმეორებ, რომ რაც არ უნდა არგუმენტები და ჯერთი ძალიან ბევრგას არავითარი არგუმენტები, რაღაცა წარმოუდგენელი, ზოგს ჰქონდა არგუმენტები, მაგრამ ბევრ მათგანს, საშინელი უბრალოდ სასაცილო ცილისწამებებიც ჰქონდა. მე ვაფასებ
უპირველეს ყოვლისა იმას განაიმას რომ შეუმცდარი ვინ არის ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს იყო მართლაც საოცარი ეპოქა ეკლესიაში და რაც მთავარია, მას ჰქონდა აი ესეთი დაჟინებული ხაზგასმა ყოველთვის იმის, რომ ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთად ქცევას, რომ საქართველოში ეს საქართველო არის განუყოფელი და რომ ეს არის ჩვენი მიწები. აი ამას მე ყოველთვის ძალიან ვაფასებ ამას, რომ ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა აი ეს აბსოლუტური შეურიგებლობა, დანარჩენ ვინც რა უნდა უსაყვედუროს იქეს თქვა, იქ იმას უთხრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითია, რომ ის იყო აბსოლუტურად შეუგუებელი. რუსეთის მთავარი მიზანი რა იყო საქართველოში და რა არის ამ ეტაპზე? რა არის? რომ ეს და ყოველთვის იმეორებენ ისინი, რომ უნდა მოხდეს ახალ რეალობებთან შეგუება. აი ამას მოითხოვენ და ამას ცდილობენ. დიახ, ამიტომაც როცა კირილ გუნდიაევმა სამძიმრის წერილი გამოვა, ქვეყნა არ ახსენა მისი სრული ტიტულატურა და ცხუმ აფხაზეთი არ ახსენა საერთოდ. დიახ, ხო და მათი მთავარი ამოცანა საქართველოში ეგ იყო. ასე რომ აბსოლუტურად ცილისწამებლურია ის, რომ ის როდისმე შეიძლება რუსეთის ინტერესს ამხრივ განასახიერებდეს. რუსეთის მთავარი ინტერესი აი ეს იყო, რომ ამასთან შეაგუოს ქართული საზოგადოება და მე აი ეს მომწონდა ყველაზე მეტად პატრიარქში, რომ სწორედ აი ამას მიყვებოდა ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მადლობა კაპიტან თამარ. დიდი მადლობა ბატონი ზურა პაპასკერი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გვეყოლება ჩვენ პირდაპირ ეთერში სტუმრად და მისი სოხუმში მოღვაწეობის, აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდს ის გაიხსენებს ჩვენთან ერთად. ალბათ გექნებათ გამოსათხოვარად რამე სიტყვა მომზადებული, გისმენთ და დაგემშვიდობებით. ხო, აი იგივე ისა ერთხელ მაგალითად, იშვიათად ხდებოდი და ვახერხებდი ამას, მაგრამ ბოლო ხანებში, აი ეს მინდა ვთქვა, რომ ბოლო ხანებში კიდევ უფრო გაძლიერდა მასზე ზეწოლა. იგივე და ფაქტიურად ისეთი ყველაზე დიდი დაწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა, აი ამ ხელისუფლების, კოცების ხელისუფლების დროს მოხდა ის და მთლიანად ეკლესიის ავტორიტეტის განადგურების მცდელობას ვადევნებთ ჩვენ თვალს, ბოლო მინიმუმ 5 წელია. მეტი თუ არა 10. ვერაფერი რომ არ მიეცათ, ცდილობდნენ რომ არ მიეცათ არაფრის საშუალება, ერთხელ მოახერხა როგორც ჩანს და არაერთხელ, მაგრამ აი ბოლო ის მახსოვს რომ ჩვენ ევროპულ ორიენტაციაზე მოახერხა, რომ აბსოლუტურად ფიქსირებია თავისი აბსოლუტურად უპირობო მხარდაჭერა ამისადმი. დიდი მადლობა, კაპიტან თამარ.